თელავის თემის საჯარო სკოლის 30 მოსწავლე საზაფხულო ბანაკში გაემგზავრა. ბანაკი 10 დღიანია და დაბა ბაკურიანში განთავსდება. გართობისა და დასვენების გარდა მოსწავლეები ტრენინგებსაც გაივლიან. როგორც ერთ-ერთმა ტრენერმა ნათია მექვაბაურმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მოზარდები მიიღებენ ცოდნას და შეიძენენ ისეთ უნარჩვევებს, რომელიც მათ მომავალში პროფესიის შერჩევასა თუ კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ. ბანაკი ორგანიზებულია თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. ბაკურიანში გაემგზავრა თელავის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო სკოლის მოსწავლე, სოციალურად დაუცველი მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში, რომელიც არის 10 დღიანი. ბანაკი დასრულდება 18 ივლისს. გარდა იმისა, რომ იქ მოსწავლეები დაისვენებენ, ექნებათ ტრენინგები, რაც შემდეგ გამოადგებათ პროფესიულ ჩამოყალიბებაში. ბანაკში ჩატარდება ტრენინგები ბავშვებისთვის, ზოგადად შევეცდებით, რომ ვასწავლოთ და გავუძლიეროთ რაღაც ისეთი სასოцо უნარჩვევები, რაც მათ ძალიან ჭირდება შემდგომ ცხოვრებაში. თემებს რაც შეეხება, თემები იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესი, კომუნიკაცია, სტრესის და ემოციების მართვა, იქნება ასევე პროფესიული ორიენტაცია, რათა სამომავლოდ შეძლონ პროფესიის არჩევა. ახალი მეგობრების შეძენა და გამოცდილების მიღება და ასევე ბევრი საინტერესო თავგადასავალიც და ინფორმაციის მიღება, თქმა უნდა, რადგან იქნება იქ ტრენინგები და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო იქნება და ველი დიდი იმედებით.